გარემოს დათვის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებებსა და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს დღეს გარემოს დათვის მინისტრმა ხათუნა გოგელაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. სამინისტროში მიმდინარე ცვლილებები პარლამენტის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა. მისი განცხადებით სამინისტროში რეფორმები დროულად დაიწყო და მნიშვნელოვანია ის, რომ გარემოს დაცვას ძველი ფუნქციებით დაუბრუნდა. გარემოს დათვის სამინისტროს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებებით ბუნებრივი რესურსების სააგენტო ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყო. ასევე გამკაცრდა წითელ წიგნში შეტანილ ცხოველებზე ნადირობის წესი. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გარემოს დათვის მინისტრი პარლამენტის წევრების წინაშე ანგარიში წარსდგება. ამ პროექტების განხილვას პარლამენტმა სერიოზული დრო და ენერგია დაუთმო, მაგრამ გაცილებით მეტი დრო და ენერგია დაუთმო ამ პროექტების მომზადებას თავად სამინისტრომ, ახალმა მინისტრმა, მისმა კოლეგებმა და დღეს ჩვენ გარკვეულწილად შევაჯამეთ ეს სამუშაოები. ძალაში შესვლა თავისი პროცედურები აქვს, შესაბამისად ვარაუდობთ, რომ სადღაც მაისის შუა რიცხვებიდან შევა ძალაში და ეს ნიშნავს იმას, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდება ფუნქციები, გაძლიერდება ინსტიტუციურად.